მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა მოკლე ვიდეო გადავიღო სტოგერის მჭიდებზე. ძალიან ბევრი წერს 3000-ზე და 3500-ზეც რომ სტოგერში არ მიდის ამ მოდელებში კონკრეტულად 8000-ზე მეტი ჭიდში. ამის გამოწვევის მიზეზი არის თვითონ უშუალოდ ჭიდის ფიქსატორი, რომელიც გამოიყურება ესე. დავაფოკუსოთ. აი ეს არის უკვე ჭიდის ფიქსატორი, რომელიც აფიქსირებს ჭიდის სამბარას და არის ჭიდის სამბარის ფიქსატორი. ეს ქართულ მდგომარეობაში, როდესაც უკვე ახალ ვწვდით იარაღს, არის ოდნავ ქვევით ჩაძირული, დაახლოებით 2-3 სანტიმეტრით უფრო დაბლა არის, რის გამოც ჭიდში უკვე აღარ ეტევა მეხუთე ვაზნა. ამის წარმოწება ხდება ძალიან მარტივად, აქვს სპეციალური ხელსაწყოსთვის ორი ჩაჭრილი რგოლი, სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით უკვე ამ ფიქსატორს წამოვწევთ ზემოთ. რის შედეგადაც უკვე ჭიდში ჩვეულებრივად მიდის 5 ვაზნა, ჩვეულებრივი 70 მმ-იანი. ახლა ვნახოთ, როგორ ჩავატიოთ 7 ვაზნა ჩვეულებრივ ქართულ სტოგერ M3500-ში. პირველ რიგში გადავტანოთ იარაღი. ვაზნები არის ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი რემინგტონის პირველი ნომერი 70 მმ-იანი ჩვეულებრივი სტანდარტული ვაზნი. 1 2 3 4 მეხუთე შევიდა ჭიდში, მეექვსე აღარ წავა. მივანახე რამდენი და გაჩერდება. ახლა შევიდეთ შემდეგ რაღაცას რა, საკეთს წევთ და ვაგდებთ თვითონ უშუალოდ ვაზნას და მეშვიდე ვაზნა უკვე მიდის უშუალოდ ლულაში. ისე უნდა ჩავდოთ და ისე უნდა დავუკეთოთ საკეთი, რომ ვაზნა უკან არ წამოვიდეს. ამ შემთხვევაში უკვე მზად არის გასასროლად. გაისვრის 7 ვაზნას.